ყოველ შაბათს 4 საათზე. მეტი ექსპერიმენტი, მეტი თავგადასავალი და სივრცე, სადაც საუბრობ ყველაფერზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. შეიქმენი პოზიტიური განწყობა, ეძებე სიახლე და გახდი ჩვენთან ერთად მაძიებელი. მშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, პირველ სამედიცინო რადიოს შემოუერთდა გადაცემა მაძიებელი და მომდევნო 1 საათის განმავლობაში გადაცემის უცვლელი წამყვანები ქეთი და მარიამი ვიქნებით თქვენთან ერთად და მარიამ მოგესალმები შენს და მინდა აქვე ვთქვა რომ მთელი კვირის მანძილზე ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მსმენელებისთვის საინტერესო თემები მოვიძიოთ და კიდევ საინტერესო მსმენელს. და სანამ გვეტყოდა მარიამ ვინ იქნება დღეს ჩვენი სტუმარი და რაზე ვისაუბრებდით, პატარა შესავალივით მინდა გავუკეთო. წერდა თავისთვის სხვადასხვა მოვლენებზე და ადამიანებზე 15 წლის მანძილზე მის უბის წიგნებში დარჩენილი ფრაზები, ჩანაწერები დღეს უკვე ნაგერალას ყდის ქვეშ იდებს ბინას და თავის მკითხველს ელოდება. ერთმანეთისგან განსხვავებული სხვადასხვა მოვლენების და ადამიანების შესახებ ჩანაწერები, ხანდახან მხოლოდ ფოტოები და უჩვეულო პასაჟები, მოკლედ რას არ შეხვდებით გელა ჩარკვიანის ახალ ჩანაწერებში, სახელწოდებით ნაგერალა, თავად სახელიც ისეთია ბევრი სათქმელი. ნამდვილად აუცილებლად ამაზეც ვისაუბრებთ და ასევე ორი თაობის მუსიკალური სინთეზი, მეუღლისა და შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტი ირაკლიანა. და მე ნამდვილად მიამაყება და არა ბატონ გელას, არამედ ჩვენ თავებს უნდა მოვულოცოთ ეს ორივე წიგნის ნაგერალაც და ირაკლიანაც და ვფიქრობ, რომ ეს ორივე დარჩება დროს და იქნება ისეთივე მოთხოვნადი, როგორიც არის დღეს და რა ვიცი, აუცილებლად ვთხოვ ყველას, რომ შეიძინოს და გაეცნოს ნაგერალას და ალბათ მივხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემასაც და სტუმარი სხვა ვინ თუ არა ავტორი გელა ჩარკვიანი, ვერ გამოვარჩევ მის ვერცეთ სტატუსს და ვიტყვი ესე რომ უბრალოდ გელა ჩარკვიანი და თავადაც აღნიშნავს ინტერვიუებში რომ ერთადერთი სტატუსი რაც კი დარჩა სხვა ყველა მოიცილა ეს არის გელა ჩარკვიანი. მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი და გააცნობთ ჩვენს მსმენელს უფრო საინტერესოდ ვიდრე ჩვენ წიგნის შესახებ, ჩანაწერების შესახებ უფრო სწორედ ნაგერალა. მადლობა რომ დამპატიჟეთ და რომ საუბრობთ ამ წიგნისა და ირაკლიანის შესახებ. ეს წერდით რომ არასოდეს გიფიქრეთ უბის წიგნაკიდან გამხდა გადასული ხო გადაინაცვლა. გამოვიდა ნაგერალა სერიაში. არის სერია უბის წიგნაკების. ჩანაწერების და სხვადასხვა ადამიანების უბის წიგნაკები გამოცემული ინტელექტმა გამოსცა ეს. და პირველად გამოვიდა ასე, მაგრამ როდესაც უკვე დრო დადგა თქვა ის დამთავრდა გაიყიდა თქვა ის არა გამომცემლებმა გადაწყვიტა რომ გამოეშვა უკვე ნაგერალა როგორც გამოუკიდებელი ცალკე წიგნი, არა სერიის ნაწილი, არამედ გამოუკიდებელი. და აი ეხლა ამ კვირაში გამოვიდა პრეზენტაცია გქონდა სწორედ. თავისი სიცოცხლის უნარიანობა შეიძინა ნაგერალამ. არა სერიიდან, არამედ უკვე თავისი წილი. დამოუკიდებელი გახდა. დამოუკიდებელი გახდა. გამოსულობა მიიღო ასე ვთქვა. ამბობთ რომ ბოდიში გაგაწყვეტინეთ, არ გიფიქრიათ რომ თქვენი უბის წიგნაკიდან მოხდებოდა ესე წიგნების თაროებში, მაღაზიებში და ასე შემდეგ. ხუთად გეტყვით რომ არ მიფიქრია, საერთოდ მე არ შემითავაზებია ეს ამაში საქმე, იმიტომ რომ მე არც მომწვია აზრად რომ ახლა თქვა, იმიტომ რომ უბის წიგნაკები ბუნებრივია. მე გამოვიყენებდი უბის წიგნაკებს წიგნისათვის. უბის წიგნაკებს უწერ შენ მე რაღაცაში ამას იყენებ. ინტერვიუებშიც იყენებ, თქვა რა, იყენებ წიგნის წერის დროს იყენებ, მაგრამ პირდაპირ თავად უბის წიგნაკებს თუ გამოვცემდი, მე ეს არ მეგონა და ამიტომ სწორედ ალბათ კარგია რო არ მეგონა. არის ყველაფერი შეულამაზებელი. უფრო გულწრფელია. როდესაც წერ ხუჩი და თუ შენ პოზა გაქვს, იმიტომ შენ მიგაჩნი რომ აი ამას დაიკითხავს ის ეს, შენ უკვე სხვანაირად წერ სხვისთვის. იმდენად ბუნებრივი აღარ არის კი. ასეთული არა და. ანუ ნაგერალაში არის შეულამაზებელი თქვენი უბის წიგნაკი. აბსოლუტურად შეულამაზებელი და ეს არის რეაგირება სხვადასხვა მოვლენებზე, ხო 15 წლის მანძილზე ხო. შეხტები ადამიანს თქვა. მოხდება რაღაცა. თქვა რაღაც აზრი გაგიელვებს არ ვიცი. ხანძლივი პერიოდია. ტრაგედია ხდება და შენ ყველაფერზე რეაგირებს სწორედ ესე. ჩანაწერს აკეთებ. ესე იგი მე ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის
ვაკეთებდი რაღაც ჩანაწერებს, როდესაც ეს განმუხტასაც იწევს, იცით, ამითი განიმუხტები, ისე როდესაც შენ მოიშორებ რაღაც იდეას რა. ისე რომ აი ესე იქნებოდა ნაგერალა. რატო ქვია ნაგერალა? იმიტომ რომ თვითონ ეს სიტყვა მოგეხსენებათ ნიშნავს თავისით ამოსულს, უბრალოდ დაუჩესავად ამოსულს. ანუ თქვენ როდესაც მაგალითად მოემკით მოსავალს, არა? და იქ რჩება რაღაც ვთქვათ მარცვალი. და შემდეგ ეს მარცვალი ამოდის ისევ ეს არ იყო დათესილი, ეს თავისით ამოვიდა უკვე, უბრალოდ თქვენ დაგჭათ ეს მარცვალი. და ამიტომაა ეს ნაგერალა, იმიტომ რომ მე ხო ამას წერდი რაღაცა უფრო სხვა დიდი წიგნისთვის თქვათ. და მე უცბად ეს ამოვიდა როგორც დამოუკიდებელი წიგნი. მე როგორც უწოდებთ კულტურული მცენარე ამოდის ეს ნაგერალას რაც შეეხება და იქნება ეს ის მონაგარი, რასაც საზოგადოება მიიღებს. მე მიწერია კიდეც რომ თვითონ განმარტებაში ასეა რომ კულტურული მცენარე უნდა ამოვიდეს, მაგრამ ყველა ნაგერალა თქო, ჩემ შემთხვევაში კულტურული არ არის, ზოგი კულტურული უკულტუროა ცოტათი, მაგრამ ალბათ კითხველი მაპატიებს თქო, შემიწერია. ეს ნიშნავს იმას, რომ რახან გულწრფელია, ზოგჯერ ცოტა ისეთ სიტყვას წამოგწდება ხოლმე, რომელიც ესე იგი საჯაროდ არ ითქმის. და უფრო კონკრეტულად რას ნახავს, რას მიიღებს მკითხველი ნაგერალადან? ისიც რა არის რახან მამას არ აქვს რაღაც ან ქრონოლოგია, ან რაღაც ერთი თემა. ვიცი რომ ადვილი წასაკითხია ძალიან, იმიტომ რომ ჩემი მეგობრებიდანაც ვიცი და იმათგან ვინც წაიკითხა ნაგერალა რომ იწყებენ ხოლმე მიყვებიან რაღაც ვერ წყდებიან, რატო ვერ წყდებიან? იმიტომ რომ ყველაფერი სხვადასხვაა. აბსოლუტურად გარდამავალია სხვადასხვა. შევხედოთ რომელიმე ნაწყვეტს, ესე იგი შეიძლება იყოს ხუმრობა, შეიძლება იყოს ფილოსოფია, შეიძლება იყოს რაღაც ვითომ ძალიან სერიოზული, შეიძლება იყოს პოლიტიკაც და ამიტომ არ წინდება, იცი რატო? იმიტომ რომ არაფერი არ არის ძალიან გრძელი და მოსაწყენი, ყველაფერი არის ძალიან მოკლე. ნუ თქვათ მოდით ავიღოთ აქ ასეთი რამა თქვათ ქალების საჯარო შიშიშვლე უკუპროპორციულია მამაკაცის დომინანტური მდგომარეობისა საზოგადოებაში. დღეს კაცი სხვისი თვალისაგან ვეღარ იცავს იმას, რაც უწინ თავის ტერიტორიად მიაჩნდა. ეს მართლა ასე. თქვენ რომ ნახოთ საზოგადოებები, სადაც მამაკაცს გაცილებით მეტი დომინანტური როლი აქვს, თქვათ. ნუ ახლა არ დავასახელებ იმ სახელმწიფოებს, იქ ქალების სიშველი გაცილებით ნაკლებია, იმიტომ რომ მამაკაცს ემოსაღებობს როგორც თავის ტერიტორიას. თანდათანობით გახდა ასეთი. ეხლა თბილისი ჩემი დროისაც უსმანაერი. რატო? იმიტომ რომ ფემინიზაცია ხდება. ქალებს გაცილებით უძლდიდი როლი აქვს, ეხლა ვიდრე როდეს მექონდათ თბილისში. არ ქონდა. და კიდევ უფრო იზრდება მათი როლი და დომინანტური როლი. პოტებით შემოვა ალბათ იმაზე, რომ პოლიტიკოსებზე ქალებზე და მაშინ კიდევ მეტი როლი ექნება და კაცი ქალი პარლამენტში აუცილებლად. ეხლა უცბად აქ შეიძლება ეს ცოტა პოლიტიკური არ ვიცი რამდენად, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ხალხთან საუბრებიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექდა, რომ მათთვის ყველაზე უფრო სასურველი მმართველი ის არის, ვინც ყველას დაახორებს. მათი უახლოესი ნათესავების გარდა, უფრო სწორად შვილების გარდა. ძმის და ცოლის დახრება შეეგუებიან. სამწუხარო, მე ამ შემთხვევით არ ვარ, მე მართლა მივედი სახში და ჩავწერი, იმის შემდეგ უცებ მელაპარაკე. თუ გახსოვთ ეს როდის ჩაიწერა? კაცი მელაპარაკა ამის თაობაზე და მითხრა რომ რასო პირველია, სტალინი მართალი იყო, როცა ასე მასიურად მე ვთქვა უდანაშაულობით დახვიდა ისიც მართლა რაინც მართალი იყო, როცა პირველი თუ საქმე სჭირდებოდა. ხოდა ის კაცი მარტო არ არის, არის ხალხი რომელიც ის კაცი არის სიმხაკრის. ეხლა თქვენ შეგეხებათ შემდეგი და არ გეწყილოთ. საბჭოთა ხელისუფლება რომ არ დაქცეულიყო, ქალები, ვინც ჟურნალისტები არის, დიასახლისები იქნებოდნენ. ხაჭაპურის ცხობასა და ბაჟეს კეთებაში ლაღად გაატარებდნენ ცხოვრებას. ესეც ხო მართალია. ესეც მართალია და მოხარული ვარ რომ ესე არ არის. მართალია თუ იქნებოდა ერთი ტელევიზია, იმიტომ რომ ხაჭაპურის ცხობელ რასაკვირველია, ერთი რადიო და ხაჭაპურის ცხობელი ქალბატონი. ერთ ტელევიზიაში მუშაობდა ბევრი ჟურნალისტი, მაგრამ და არც გაზეთები იქნებოდა მაინც და მაინც ბევრი. ამიტომ ქალებს უფრო დასჭირდებოდა ალბათ ხაჭაპურის ცხობა და ბაჟის კეთება. მაგრამ მაგალ გაატარებდნენ თელ ცხოვრებას. არ მიწერია ეს. ნუ აქასეთი შეკითხვა, მაგრამ რა არის ბედნიერება? როცა არ გეჩქარება.
აი ჩემი პრინციპი ესაა. აი მე ბედნიერება ხოლმე ბაში როცა არ მეჩქარები, თორე ყველაფერს მოიცავს. როცა არ გეჩქარება, ეს მოკლედ გადმოცემული. ისე რომ ეხლა მე თქვენ ხოლმე რამდენიმე მაგალითი მოგიცით, ძალიან ბევრია, თქვა ისეთი. თუნდაც ეს წინა დღის სუფრას რო დავხედე, გამახსენდა რომ ისტორია მეორდება ფარსის სახით. მართლა გაიხსენეთ ხა. მეორე დღის სუფრა რა. ამდა ერთი Facebook-ზე ვნახე ვინავა. ბატონგელა ის ანუ ეს არის როგორც თქვენ ახსენეთ წლების წინ დაგროვილი ჩანაწერები. დავუშვათ, როდესაც თქვენ თვითონ კითხულობთ 10 წლის წინ ჩაწერილ რაღაცა მინაწერს, დღესაც ისე ფიქრობთ თუ შეიცვალა რაღაცა? არა, რასაკვირველია, ზოგიერთი რაღაცა შეიძლება შეიცვალოს, სწორი შეკითხვაა. რასაკვირველია, შეიძლება, მაგრამ ისე რადიკალურად შეცვლით თითქმის არაფერი არ არის, რო გითხრათ მართლა. იმიტომ რომ მაინც აქ ისეთ თემებზეა დაწერილი, რომ რა უნდა შეცვლილიყო. ახლა ადამიანის იდეოლოგია იცვლება ხოლმე, მაგრამ ისეთ სწრაფად არა. ახლა მე რო ავიღო ჩემი თავი მაგალითად ბავშვობიდან სადღაც სერიოზული ცვლილება შეიძლება ერთხელ მოხდა იდეოლოგიური. ეს იყო სადღაც 70 წელს ზუსტად. რატომ? იმიტომ მე ამ დროს ვიყავი ამერიკაში უნივერსიტეტში. იქიდან ჩამოსულს რასაკვირველია, უკვე ჩამოსული საკმაოდ შეცვლილი ვიყავი ლიბერალიზმის მხარეს ვიყავი წასული, რა თქვა. ეხლა იმის შემდეგ რო თქვა რომ რაღაცა ისეთი კარდინალური ცვლილება მოხდა ჩემს იდეოლოგიაში არ მოხდა და ამიტომ უმეტესობა რასაც ვკითხულობ, რომ შეიძლება ზოგი უბრალოდ სტილისტურად ჩავთვალო უკვე მიუღებლად ჩემთვის, მაგრამ სხვა რა გითხრათ, არა. ცირთადად ადამიანები ეთანხმებით რომ აი იცვლებიან თუ ადამიანები იცვლებიან თუ ის იდეოლოგია რაც რაღაცას დასრულობის ასაკში უყალიბდებათ, მერე და მერე ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. არა, იცვლებიან ნაკლებად, ესე ვთქვი, მაგრამ რო თქვა რომ საერთოდ არ იცვლება ადამიანი, ეგ სწორი არ იქნება. არ იქნება მართალი რომ ვთქვათ რომ ადამიანი ჩამოყალიბდა ერთხელ და მას აღარ ეცვლება აზრები. თვითონ ჯერჯერობით ეს დიადაა დამოკიდებული რას გთავაზობს ცხოვრება. ახლა ზოგიერთ ცხოვრება ეს ტრავმებს გთავაზობს, რომ მის შემდეგაც შეიძლება სრულიად სხვა ადამიანი გახდეს საერთოდ. არა, ახლა მე მაგალითად იდეოლოგიას ვერ ვიტყვი, მაგრამ თვითონ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება მე შემეცვალა ტრაგედიების შემდეგ. იმიტომ რომ მე როდესაც პირველად ვთქვათ ირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მე ნანას ჩემი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მე თვითონ რეალობის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება. რეალობა უკვე მომეჩვენა არარეალურად. მე მომეჩვენა რომ ეს შეიძლება დაცვითი მექანიზმიც იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ეს უფრო ადვილად ვძლევთ ამ ტრაგედიებს, არა? მაგრამ მომეჩვენა რომ ეს ყველაფერი არის ილუზია. რომ საერთოდ რაც ჩვენ მივიჩნევთ ცხოვრებად, ეს არის უბრალოდ რაღაცა სიზმრისეული ესეთი ილუზია და თვითონაც არ ვიცით რაში ვარ და რისთვის ვარ. ისე რომ კი იცვლება, მაგრამ აი ხო ხედავთ რაღაც ძლიერი ბიძგი ჭირდება ამას. რეალობასა და ილუზიას მინდა მოვაყოლო. ანუ თქვენს ჩანაწერებში ამ ნაგერალაში ხშირად ხვდებით ისეთ ჩანაწერებს, აი მაგალითად როგორიც არის, ცოტა არ იყოს და ისეთ გრძნობას ბადებს, რომ აქაურობა უკვე არარეალურია თქვენთვის და რაღაცა სხვა სივრცეში კიდაც. მართლა გძანდებით, ხო, და სწორედ აი ეს იყო რაც ალბათ რაც თქვი. ისიც არის, მე საერთოდ ფილოსოფიური ვიყავი ბავშვობიდან, პირველად მე მახსოვს, როდესაც აი სოფელში რაღაც ბიძაშვილები ყველანი ერთად შევიკრიბეთ და რომ დავწექით მიწაზე და ცას რო შევხედებ 11 წლის ვიქნებოდი თვალს და რომ დავფიქრდი აი მოსასრულობაზე იმის შემდეგ მე არასდროს აღარ გამოუსწორებულ ვარ იმ გაგებით რომ ყოველთვის ჩემთვის ეს ამოცანა იმისა გამოცანა უფრო სწორად ეს თუ რა არის სამყარო ეს ხილული სამყარო კი საერთოდ სამყარო რა არის ესე იგი ეს საკითხი არასდროს არ მოხსნია მართალია ცხოვრება აქაც წერია რომ გაძლევს სატყუარებს რა ისეთი როგორიც არის სიამოვნება როგორიც არის ტკივილი სიხარული სიზულვილი სიყვარული და შენინა ჩაბმული ხარ ამ ორომტრიალში ამ ცხოვრების ელში რომ აი ეს ფილოსოფიური საკითხები გავიწყდება და ეს კარგიც არის იმიტომ რომ კარგია როცა ადამიანი ცხოვრობს ნამდვილი ცხოვრებით და ამ ორომტრიალში ჩართულია და კიდევ ფრაგმენტები ნაგერალადან ფრაგმენტები ნაგერალადან დავიღოთ აი მაგალითად ათეიზმს ბადებს არა უნარი ადამიანისა პასუხი გასცეს რთულ შეკითხვებს არამედ მისი უნარობა დასვას ეს შეკითხვები ანუ ათეისტი იმიტომ კი არ არის ათეისტი რომ მას პასუხები აქვს არა იმიტომ ის კითხვას ვერ სვამს
იმ რთული შეკითხვა, რომელზეც პასუხი შეუძლებელია. აი ამას ვერცობს. ცოტა სასაცილოა ალბათ. თუმცა თქვენ რადიოს პირდაპირ კავშირი აქვს მედიცინასთან და ალბათ იმასთან შეიძლება ნაწილობრივ იყოს დაკავშირებული არა? რამხელა შეღავათია, როცა ჩვენი სხეულის ფიზიოლოგიური პროცესები თავისით იმართება. რომ შენ ამაზე ზრუნვა არ გესაჭიროება. აბა პროტეინები იქეთ, ვიტამინები და ანტიოქსიდანტები აქეთ. ვაი, მარჯვენა თირკმლის ჩართვა დამავიწყდა. როგორი კოშმარი იქნებოდა ჩვენი ისედაც არ დაუხენილი ცხოვრება. მართლა ხო ესეა, ახლა წარმოიდგინეთ, ამაზე ფიქრით რომ გჭირდებოდეს, კიდე კაი, ამაზე ჩვენ არ ვფიქრობთ. ნამდვილად. და კიდე სრულიად სხვანაირია რა. როცა 1986 წლის აგვისტოში მოსკოვში გაჩნდა ჩემი პირველი შვილიშვილი, მისმა რუსმა ბაბუამ ვიქტორმა დამირეკა. ახლა ასეთი სიტუაციაა მითხრა. ბიჭს მამა ქართველი ყავს. დედა რუსი. გვარი ქართული აქვს, ჩარკვიანია. იქნებ სახელი მაინც დავარქვათ რუსული. მოფიქრებული გექნება ფეთქი და ჩამომითვალე. ეს ვარიანტები. დაიწყო ნიკიტა გამაცივა. რა ვარ ნიკიტა ჩარკვიანი რო წარმოვიდგინე, სულად გავ. გლებ ვერ წარმოვიდგინე. სვიატოსლავ არა. კატეგორიული არა. არა, კატეგორიული არა მაინც ხო. მაქსიმ მან გაჩერდი მე უთხრა. წამოვიკივლი, მომეწონა. იმიტომ საერთაშორისო ჟღერადობა აქვს. თანაც გამიგია რომ წინაპარი მყოლია მაქსიმე ჯაოიშვილი, დედაჩემის ბაბუის ძმა. სულ თქვა ეს უკვე ბიოგრაფიიდან არის არა ეს ხედავთ. და როგორც ხედავ ფოტო მასალაც არის ახლავს მას რაიმე წარწერა. ეს უკვე აი ეს ჩემი დახატულია, პირდაპირ ნახატია ჩემი ცოლის ნანას პორტრეტი ჩემი გაკეთებული. იგი არა მარტო წარწერებს, არამედ ბატონი გელას მიერ შესრულებულ ნახატებსაც აწყდებით. ეს ბატონი ვინ არის? ცნობთ ალბათ. აქ არის პოლიტიკური ცინს. ისე რომ ეს კიდე ჩემი კატა. აი ეს პოლიტიკურია ეს ფრაგმენტი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკურია. საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა ძალიან გავს ჩემი კატისას. კატა კასტრირებულია და არ აქვს უნარი განახორციელოს მთავარი ფუნქცია. უზრუნველყოს საკუთარი გენომის ელემენტების მარადიულობა. მიუხედავად ამისა, იცხოვრა ლაღად და იქნებ თავისებურად უფრო ბედნიერიც იყო, რადგან არ ესაჭიროებოდა ბუნებრივი შერჩევის უმოწყალო კონკურენციაში მონაწილეობა. ჩხუბი და მანდილოსარი კატების მოხიბლა. ასე იყო პოლიტიკურად კასტრირებული საქართველოს. ლაღად ცხოვრობდა, აღარც ახსოვდა, რომ ერის მთავარი ფუნქცია სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვა წარქმეული ჰქონდა. მოსკოვიდან იმართებოდა. ჩემზე კარგად ეგ არავინ იცის, მამა ჩემი იქიდან დაინიშნა და იქიდან მოიხსნა ისე რომ ეს მე ძალიან კარგად. მე როცა ლაპარაკობ ხოლმე ამას ხოთა შორის ასეთ რაღაცი სარწმუნო ვარ უფრო მხოლოდ იმიტომ რომ მე დისიდენტი არა ვარ. არასდროს არ ყოფილი ვარ დისიდენტი არც იმ დროში და ვარ ცეკას პირველი დინის შვილი. მე მაქვს უფლება ვაკრიტიკოს საბჭოთა კავშირი სერიოზულად. ახლა დისიდენტების ამბავი სხვა არის, ნიჩინი ოპოზიციონერები იყვნენ ფაქტიურად არა. და როგორც თავში ვახსენე, ამბობთ რომ მხოლოდ ერთი ტიტული გელა ჩარკვიანი დაგჭათ და სხვა ყველა მოიშორეთ. ნუ ეს თანდათანობით მომშორდა თვითონ ეს. ისინი. ნუ იცით რატო მართლა როცა ხანში შედიხარ ბოლოს და ბოლოს ახლა ისიც აღარ ახარ, ესეც აღარ ახარ, აღარ მუშაობ, ესე იგი შენ თანამდებობრივი რაღაც სახელები აღარ აგაკ. ნუ მართალია მაქვს ახლა დიპლომატიაში ხო ის როგორ არის? იქ რანგებია, რომელიც არ გშორდება. შენ რანგი რჩება აუცილებლად. ისე როგორც სამხედრო ახლა მაგალითად შენ თუ იყავი გენერალი, შენ გენერალი ხარ მერეც. ისე ხარ ელჩი. ანუ როცა შენ გაქვს რანგი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, შენ ეს ყოველთვის გაქვს რა. თქვათ ახლა ამერიკაში, როდესაც მომართავენ, მე რომ მომართავენ ნაცნობები, ნუ თუ ისე მეუბნებიან ამბასადორ, ელჩად მომართავენ, ეს ბუნებრივია იქ. ნუ ისე როგორც გენერალს მიმართავენ, დიახ გენერალ. როდის აღწევს ადამიანი იმ კონდენციას, რომ ხდება ის საბოლოოდ, როდის აღწევს ადამიანი იმ კონდენციას, რომ საბოლოოდ ხდება რა არის მისი ტიტული და რა დარჩა მას? არ შეიძლება სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირადაა, მაგრამ ნუ
ნელი აი რა უნდა საერთოდ ადამიანს უკვე ყველაფერი მოშორებული მოშორში მიმაჩნია და დამჭა მხოლოდ სახელი და გვარი გული ხომ არ გწყდებათ იმაზე რომ რაღაცა ეპიზოდები დამთავრდა თქვენ ცხოვრებაში იგივე რაღაცა კარიერული არა მაინც და მაინც იცით რატო ყველა ეტაპი საინტერესოა აი აქ მიწერია ერთგან ასეთი რამ რომ ირაკლი სიკვდილი გამიადვილა და ნანამ კიდე სიკვდილი მომანდომა იმიტომ რომ სიკვდილი ხო საინტერესოა თავისთავად არ არის ინტერესი მოკლებული ყოველ შემთხვევაში და წერთ რომ არ გაშინებთ სიკვდილს ხო აი მე მაგალითად ეხლა ეს არ გამიგოთ არასდროს იმიტომ ზოგი ამით იმიტომ ტკივილი არ მინდა ტკივილი უძლურება არ მინდა ეს აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანისთვის და ვერ ითმენს ადამიანი ამას მაგრამ თავად სიკვდილი მაგალითად არ არის საშიში მე არ უყურებ იმას რაღაცა ისეთ შიში დავუყურებ საერთოდ ადამიანები უფრო სიკვდილი შიში კი არ არის ეშინიათ ეს არის სიცოცხლის შიში საფლავში შიში ეს არის მას წარმოუდგენიათ ისე ვიქარი ცოცხალი მაგრამ იქარი თავის ნამდვილად სიკვდილის წარმოუდგენა ადამიანს არ შეუძლია არ ყოფნის წარმოუდგენა ფიზიკურად წარმოიდგენს უაზრობა ეს არის სიკვდილის სიცოცხლის შიში საფლავში და სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ბატონ გელასთან ერთად რეკლამაზე გავიდეთ მარიამ და რამოდენიმე წუთში საინტერესო თემებით ვართ და გერალასა და ირაკლიანას შესახებ სიუტებით დაგიბრუნდებით რამოდენიმე წუთში რეკლამა და ასე მუსიკალური ჭრა და გადაცემა მაძიებელი დაგიბრუნდათ მედეფემის პირდაპირ ეთერში ქეთი და მარიამი მუშაობს თქვენთვის სტუდიაში და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი გელა ჩარკვიანი ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა მისი ჩანაწერების ნაგერალას პრეზენტაცია და ასევე პროექტ ირაკლიანას შესახებ ვისაუბრებთ დღეს ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და საინტერესოდ გაატარეთ მომდევნო და ერთი საათი და ბატონ გელა ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ წიგნში არის ფოტომასალებიც ჩვენ ნახეთ თუ არის რაიმე გამორჩეული ესეთი თქვენთვის საყვარელი ფოტო? დიახ ნუ ალბათ არის ეს ირაკლი და ნანა და მე ყველაფერს თითქმის ირაკლი და ნანას უძღვრია ფაქტობრივად ეს ირაკლიანას მათ მიუძღვენი და რაც კი დამიწერია ესე იგი თითქოს ყოველთვის მათ უძღვნი ნუ ალბათ გასაგებიაზების გამო ისინი აღარ არიან ისე ჩემი უსაყვარლესი ადამიანები და სანამ ირაკლიანაზე ვისაუბრებთ ერთი თქვენი ჩანაწერი მინდა გავიხსენო ნაგერალადან ასაკოვანი კაცის უპირატესობა ის არის რომ მას სიცოცხლის ვერავინ წაართმევს მისი განვლილი გზა არის ფაილში და იგი თავისუფალია აღარ ეშინია რას გულისხმობდით ძალიან ბევრს ეშინია გარდაცვალების ძალიან ბევრს ტკივილის სხვადასხვა რაღაცის ეშინიათ ადამიანებს რა დაგროვდა თქვენს ფაილში და ახალგაზრდა ადამიანს შეიძლება წაართვან სიცოცხლე. ხან შესულიდან სიცოცხლე შეიძლება შეაჩერონ მის შეწყვიტონ, მაგრამ წართმევით ვეღარ წართმევენ, მას უკვე გავლილი აქვს. ეს ფაილში დევს, მე ეს თქვი სწორედ. ფაილში დევს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე გავლილია და მას უკვე შიში ნაკლები უნდა გქონდეს. გავლილი გაქვს ყველაფერი, შენ ვერაფერს ვეღარ წაგართვევ. თქვენს ფაილში რა დაგროვდა ბატონო გელა და ვისი აღარ გეშინიათ საკმაოდ ბევრი დავტოვებთ მთელი ბიოგრაფია რომელიც არ იყო ისეთი ძალიან ორდინარული ჩვეულებრივი არ იყო ყოფილაპირ უნდა ვთქვა სულ თავიდანაც კი უკვე ისეთი იყო ხომ უკვე დავიბადე რაღაც განსაკუთრებულ პირობებში არა იმიტომ მე ჯეკპოტი ვერ მოიგეთ მაგრამ გამოთვლილი მაქვს ხო გეტყვით სწორედ თვითონ ალბათობა იმისა რომ დაიბადო შენ ცეკას პირველი დილის ესე იგი ოჯახში სამჯერ უფრო დაბალია ვიდრე ჯეკპოტი რომ მოიგონეს ალბათობა მე მიწერია ნეტა ჯეკპოტი მომეგოს ხო ეს კონტვიტერის ნამდვილად ამაჩებისგან არავით არის მაგრამ კიდევ აი აქეთ ჩანაწერი მინდა წავიკითხო იმიტომ რომ ესეც აჩვენებს დაახლოებით როგორი იყო ის დროა რა საბჭოთა კავშირის დანარჩენი მსოფლიოსაგან სრულიად უიმედო იზოლირებაზე ისიც მეტყველებს რომ მე
რესპუბლიკის პირველი პირის შვილი, რომელსაც დაცვა დაძდებდა და რამდენიმე მანქანა, მათ შორის მარშალ ტოლბუხინის და ჩუკარის სპორტული მერცედესი ემსახურებოდა, მთელი ბავშვობის მანძილზე ვოცნებობდი. მე ნახა, გამებს ქნა და გამესინჯა ბანანი. თქვენთვის ალბათ უცნაური ახალგაზრდების ბანანი არ შემოქონდათ საბჭოთა კავშირს. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიას აკეთებდა ვალუტის. ბანანის ხარჯზე. ხო, არ შემოქონდათ. ამიტომ მე აი ეს პრივილეგირებულ ადამიანს ბავშვს რა დაძდეს დაცვა ესენი და ნაბუ თუ ჯულვერდის სიგნებში მე შევწაკითხული მქონდა ბანანი, ნახიც მქონდა ნახატებს და აი ეს ვიქნებაო ადგილად ესეც წაკითხული მქონდა და გადმოცემით და წაკითხვით იწოდით. როგორი პარადოქსია რა თავისთავად, მაგრამ ესე თუმცა ეს იყო ჩვენი რეალობა. ხო, ასეთი იყო. ესეც გამოვლილი მაქვს, თქვენ გითხოთ რა გაქვს ფაილში, ესეც არის ფაილში. მაგრამ არის უცხოაც, მე ცვლილება არის ფაილში, მე უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ფაილში, და დამოუკიდებელი საქართველოში 11 წელი, პირველი 11 წელი მე მუშაობდი, ვიყავი მრჩეველი პრეზიდენტისა, ну ეს ბუნებრივია, მაძლევდა საშუალებას თუ ძალიან პულსზე მქონოდა ხელი და ძალიან მაგისცემათ რომ ქვეყნისა და ქვეყნის ურთიერთობებისა და საკუთრებული მერზდონ ძალიან კარგად. მე ამის შემდეგ უკვე ვიყავი ელჩი დიდ ბრიტანეთში. ლონდონი ერთადერთი ქალაქი იყო საერთაშორისო რომელშიც მე დავთანხმდებოდი რომ ყოფილიყავ მე ცხოვრა. თბილისის გარდა მე ყოველთვის ვამბობდი ამას თუ მე მინდა თბილისში ცხოვრება, მაგრამ თუ კი რაღაცა ხნით წავალ სადმე ის იქნება ლონდონი, თუ ლონდონი მიმაჩნდა მაინც ალბათ აი უფრო თქვენთან ახლოს და დიდად რაც სოფლიო ცივილიზაციამ შექმნა. ეხლა ბევრი კარგი ქალაქია ქვეყნად, პარიზია ძალიან კარგი, რასაკვირველი, რომია ძალიან კარგი. ну მე მიყვარს კიდე მანჰატენი ეს ნიუ-იორკის ის ნაწილი ერთია რა, იმიტომ მაგრამ რაც ლონდონს აქვს, იმათ არც ერთს არ აქვს ეს რაღაცა საოცარი სიწყნარე ამ პარკებისა, ველური პარკებისა და ღამე რო დაინახავ ქუჩაში ზაღლი რო გონია მელია. მელია ცხოვრობს იქვე პარკში. და გამოდის მელია იქიდან. ღამე გამოდის. ისე რომ საოცარი ქალაქია და ხო მე ჩემი სიყვარული თბილისია. და ამიტომ მე მაგათ ნანას შემოუღლეს იქიდან რომ მოვდიოდი ცოტა ის ქონდა მოიცა ლონდონიდან მივდივარ არა მე ნოსტალგია შებოდა ხოლმე მაინც მე არ მინდა დარჩენა დასაკვირველად არც მინდოდა მაგრამ ხო აი ფაილზე ლაპარაკობთ ფაილში ბევრი რამე დევს ძალიან ბევრი რამე დევს და არის ის რაც მარტო თქვენია არის ის რაც მარტო თქვენია მარტო ჩემია მარტო ჩემი როცა მარტო გეტყვითო თუ მარტო ჩემია ისი ჩემია რასაკვირველია ალბათ არის საიდუმლოება ყველას აქვს მე აგერ ფოტოშორის ნანაზეც წერ ამას არა იმიტომ რომ საიდუმლოებებზე ხო არ ვიცი ერთ გვერდზე მაქვს და წერილი მაგრამ იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ესე იგი საიდუმლოება და უნდა კონდეს კიდეც აი მე მგონი ხო შეხედეთ აი წავიკითხავ მაშინ ნანა სფინქსი იყო და ალბათ სულის რომელიმე ღრმას ამალავში ჰქონდა საიდუმლოება რომელიც თან გაიყოლა ეს აზრი არ მასვენებს და ის გადამჩენია ვიოცნებო რომ ოდესმე უკვე იქ უფრო მაღალი რიგის რეალობაში კიდევ შევეხები მას თუ კი ჩვენ მოკვდავებს იმ რეალობაზე ხედი მართლაც მიგვიჩნდება მაგრამ თუ ჩვენ საყვარელის სიყრმის შვილის ირაკლის არ იყოს ვართ უბრალოდ მიგდებულები დარვინის ანაბარა მაშინ ჩემს ბჟუტავს ასოებას უმაწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა არასდროს და ჩემთვისაც მქონდა ეს მონაკვეთი მონიშნული ყველაზე ისეთი ძალიან მომეწონა და ამოვიწერე ჩემს უბისწიგნებშიც მოხვდა თქვენი ჩანაწერები ხო მეტყვით რომ არასდროს ყველა ეს საზარელი სიტყვა კი ნამდვილად არასდროს არის სიტყვა საოცარი სიტყვა არასდროს რაღაც გამოსაზღვრელობას აჩვენებს ისეთ რომელიც შეგაშინებს შემაწმუნებელი არასდროს და საპირისპირო მისი რა სიტყვაა რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ არასდროს ანტონიმი არ აქვს
ყოველთვის არ გამოდის აკონი მიქნება ყოველთვის მაგრამ ყოველთვის რაღაცა უშნოსი არაფრით ხმელის რამდენადაც დიდია არასდროს და შემაძრწნებელი იმდენად ეს რაღაცა ვერ უპირისპირდება თითქოს ყოველთვის არა გასაკვირველია ვერ უპირისპირდება არა ის შემთხვევით არ არის ედგარ პოს ეს წინვალე ლექსში არა მე ფოტოშოპში მივაწერე აქ წიგნში მიწერილია არასდროს რომ მე ეს წერია რაც ედგარ პოს აქ nevermore არა ეს ამაზე აგებული მთლიანად იმიტომ ის ყორანი რომელიც შემოფრინდება მის სახლში არა ყველა შეკითხვაზე რომელსაც ეს აძლევს ის ყოველთვის პასუხობს nevermore მეტი არაფერი ხო იმიტომ რომ nevermore არასდროს არის შემზარავი ბახლა საზარელი სიტყვა აი ამიტომ და სანამ ირაკლიანაზე ვისაუბრებდეთ და მინდა ვუთხრა ჩვენს მსმენელს რომ სწორედ მის სიუტებს ისმენს ახლა ჩვენი მსმენელი ირაკლიანიდან სამი სიუტისგან არის შემდგარი და სანამ უფრო დეტალურად ვისაუბრებდეთ მინდა გკითხოთ როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როდესაც დიპლომატიური ყოველგვარი რაღაცა მოვალეობების გარეშე გიწევთ ცხოვრება იცით რა არის აქ არჩევანი ესეთია ან უნდა მიყვე ეგრეთ წოდებულ პენსიონერულ ცხოვრებას, გახვიდე ეზოში, იქ დალიო ლუდი თამაშო დომინო. ან ნარდი? ნუ ჩემთვის ეს ცოტა ძნელია, იმიტომ რომ მე ნარდითი ჭადრაგი ბადალკელა. მე ეხლა წერ მთელი დღე ფაქტობრივად. იმიტომ რომ მე მინდა რომ დავასრულო, ნუ სანამ ცოცხალი ვარ, დავასრულო აი დიდი წიგნი, რომელსაც ვახსენებ ნაგერალაში და ბარემ მაშინ ამ ბოლო სიუჟეტს წავიკითხავ ნაგერალაში, იმიტომ რომ აქ არის ნათქვამი ეს ყველაფერი. ნაცნობ ქიმერაში ფერხული. ბოლო 15 მანძილზე ერთ უცნაურ სიას ვადგე. შიქ შეყავს ყველა, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია და ვისი სახეც მახსოვს. ამ წუთისათვის ამ უჩვეულო ჩამონათვალში დაახლოებით 3000-მდე ადამიანი, ახლობელი, შორებელი, საყვარელი, საზულველი კედმაღალი და კედმოხრილი, ყოვლის შემძლე და არაფრის შემძლე მორალისტი თუ როსკიპი. სიაში შეყვანაზე არც ნაცნობი ცხოველებისათვის მithქვამს უარ. დრო თანდათან ჩემს ცნობიერებაში ყველას ქიმერებად აქცევს. ნაცნობ ქიმერათა ფერხული, ასე დავარქვევ წიგნს, თუ არ გადავიფიქრე მისი დაწერა და თუ მოასწარე. ხილული სამყარო, მაია, ხომ სხვა არაფერია თუ არა მოძრავ ქიმერათა უწყვეტი ნაკადი. ასე თავდება ნაგერავი. და დაგვაიმედეთ ახლა რომ ნაცნობ ქიმერათა ფერხული იწერება ახლა. ყოველ დღე ვწერ დაახლოებით 12 საათს მუშაობ. პენსიონერული ცხოვრებით არ მიდიხართ. 12 საათს ახლა თქვენთან სანამ წამოვიდოდი მე მართალია დღეს გადავწყვიტე რომ კი არ მეწერა, ამიტომ დაწერილი გადამეტანა კომპიუტერზე. მე წერ ხელით. ამასაც თქვენით აკეთებთ? ხელით წერ და მე გადამაქვს კომპიუტერზე. მაგრამ იცით რა ეს პროცესი სწორია, იმიტომ რომ როცა გადამაქვს მაშინ შესწორებებით შემა. შესწორებებით და რაც მჭირდება მუსიკა. პირველი ვის წააკითხეთ ნაგერალა? ხო, კარგი შეკითხვა, ახლა გავიხსენოთ პირველი ვინც იცით რა არის მოხდა ისე რომ გეტყვით მე ცოტათი კომპიუტერის შიში მაქვს. ახლა ეს ალბათ გამოწვეულია ასაკითაც. მე რაღაცა ეშმაკისეული ხო აქვს კომპიუტერს თავისთავად. და კიდე შიში მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ შეიძლება გაქრეს ყველაფერი. ელექტრონული და ციფრული ეს ჩანაწერები ხო იცით როგორია. ერთ დღეს შეიძლება გაქრეს, იმიტომ რომ მე მქონდა უკვე ჩემთხოვა ერთხელ ინგლისში ყველაფერი გაქრა. მაგრამ კიდე კარი იქამდე ჩემმა თანაშემწემ ესე იგი გადმოიღო ყველაფერი და დარჩა მაგრამ თუმცა თითქოს იმის შექმნეს რომ ის რაღაცა ხელნაწერები შენახული იყო და როდესაც ვწერდი ამას კი არ ვწერდი ამას უკვე ვიწერდი ფაქტურად არის ხო დაწერილი იყო მაგრამ უნდა დამებეჭდა და როდესაც ბეჭდავდი კომპიუტერზე ამას ნაგერალას შემეშინდა უცბად ისიც ვიფიქრე უკვე რომ მივედი სადღაც რაღაც სერიოზულ გვერდებამდე აღარ მახსოვს რომელი გვერდია უკვე შემეშინდა ეხლა გაკეთე ამას თავიდან ხო ვერასდროს ვერ გავაკეთე იმიტომ რომ შერჩევაც ხო იყო იქ მე ხო გითხრათ მეათედია ყველა ჩანაწერი არ არის მოხვედრილი გადავწყვიტე ესეთი რამე მოდით ხო ჩემს ქალიშვილს იმეილით ლონდონში გაუგზავნით იქაც რო იყოს. ამდენი მაინც რო იყოს, უკვე ამდენი ეს ერთი თუ დაიკარგა მეორე იქნება და ერთხელაც გაუგზავნე, მე მეორე თუ დაემატა მეორეხელს გაუგზავნე. იცი რომ პირველად ასაკრელი იმან წაიკითხა. კიდევ თუ
თუ არა ვცდები გავუგზავნე ჩემს ძმისშვილს ნესტანს აგრეთვე. ხო და აი მათ წაიკითხეს პირველები. და სხვათა პირველივე რეაქცია იყო საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ მე ჯერ არ ვიცოდი რა რეაქცია იქნება ამაზე საერთოდ ადამიანებსთან. ნუ მე აღმოჩნდა რომ ბევრს მოეწონა, იმიტომ რომ ჟანრობრივად არის რაღაც სხვანაირი. რაღაც სხვა სპეციფიკა აქვს, არ არის აი სხვადასხვა თემებია, სხვადასხვა ინფორმაციებია, მოსაწყენი არ არის. ხო, მოსაწყენი არ არის. რაღაცა ფრაზიდან უცებ სხვაგან გადადიხარ და დანაც ქრონოლოგიურადაც რო არ არის. საერთოდ მოწყვეტილია კონტექსტი. წლებში რაღაცნაირი მოგზაურობა. არა, ისე მოკლედ, რა ვიცი, მე ცოტათი მას ყველა ისე ვამბობდი ხომ მართალია ხუმრობით ვამბობ ხოლმე, მაგრამ ცოტათი თქო კონფუციუსის ანალექტებს გავს, რო წარმოიდგინე ცოტა მოხულიგდო კონფუციუსი დღეს რო ცხოვრობდი საქართველოში, აი ის თავის ანალექტებს ასე დაწერდა თქო ვამბობ. და ბარემ რომ უთხრათ ჩვენს მსმენელს, რაც შეიძლება რომ შეიძინოს ნაკერალა. ბიბლიოსებში ყველგან არის ალბათ, იმიტომ რომ ეხლა გამოვიდა. ჩვენ რეპრეზენტაცია ხო ახლა ქონდა ორ შაბათს სამ შაბათს ქონდა და მინდა გითხრათ რომ მოასწარით ნაგერალას ყიდვა და სამწუხაროდ გული მწყდება რომ ირაკლიანას ნოტები ესე არ იყიდება ხო? მე არ იყიდი ნოტებს ხო იცით ნოტებს მე არა გამომცემლობის საშუალებით ვაკეთებ არამედ მე თვითონ ვაფინანსებ ნოტების გამოშვებას. ნუ ახლა იმიტომ რომ ჩემი თავი არ მიბაჭდია მაინც ახლა ისეთ პროფესიულ კომპოზიტორად რომ ახლა გავყიდო ნოტები და ამიტომ არც დისკებს და არც ნოტებს მე არ ეს საჩუქრებად ვაძლევ ხოლმე. და მოდი საჩუქრისთვის პირველი სიუდა არის ნოტები არის იმაზე კომპიუტერზე რა ქვია იმას ინტერნეტზე ხო არის Facebook-ზე და პრინციპში შეიძლება. და ვისაც სურს რომ რაღაცნაირად გაეცნოს და ისწავლოს, ალბათ შეძლებს ირაკლიანას ნოტების ნახვას და მოდი ჩვენს მსმენელს შევთავაზოთ პირველი სიუდა მარიამ. და ბატონო გელა პირველი სიუტა რომელსაც ჩვენ ახლა ვისმენთ თუ შეგვიძლია გითხრათ ირაკლის რომელი სიმღერებიდან არის აი ახლა რასაც ჩვენ ვისმენთ ეს იყო შენ აქ ხარ მე იყო ამდენნაი არის და აი ახლა ბოლოს იყო სექსი ხო ну შემდეგ მოდის უკვე მე ასეთი დავრჩები და ასე შემდეგ სულს მოგცემ ხალხს და მეორე სიუტაში მე არა მაგ დაწერილი რომელი სიმღერა რომელშია მაგრამ სულთელად აქ არის 20 სიმღერა გამოყენებული და მეორეში პრინციპში ის იწყება ხის მაიმუნით მე ორღანი 78 ისტორიას დარჩება მენატრება მაპატიეთ ახალ წელს გვარდია რომელიც არავის არ ახსოვს მაგრამ ირაკლის კონდეს სიმღერა ნუ ზალი სულ ერთ ტაქტია გაკეთებული იქედან ნანასი ვეღარ უყურებ თბილისში ქაჯებს ეს კარგი სიმღერაა სპეციალურად ზეთი როკია ნამდვილი შენ აფრენ მისი ერთ-ერთი ისეთი შედევრი მიტყოდი თავისებურად ნუ წახვალ იქ მოდი აქ მოდი წავიდეთ ჩქარა წავიდეთ 7 ცურვა დრო და მე გადმოვცურავ ზღვას აი ეს არის 20 სიმღერა რომელიც ესე იგი და შეიქმნა სამი სიუიტა იმიტომ რომ მინდოდა რომ ტრიპტიკი ყოფილიყო რა ტრიპტიკი სამი და როგორც ვიცი ამის ძალიან მოკლე დროში შეიქმნა და აქვს საინტერესო ისტორია ჩვენ რეალობაზე და რეალობაზე უცბად დავწერდი იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდია ეს არის მთლიანად ეს მიდის 16 ნახევარი წუთი ეხლა ეს მუსიკალური ნაწარმოებიც არ არის პატარა
და აგერ რამდენი გვერდია ნოტები აგერ არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ ბევრი 26 გვერდია ნოტები ახლა. ეს ამის დაწერა ესე უცბად ძნელი. დაახლოებით რამდენი ხანში მოხდა ის მოკლე პერიოდი? მე მგონი ეს დავწერე 2 კვირაში დაახლოებით. ხო, და ახლა 2 კვირაში დასაკვირველია ადვილი დასაწერი არის. და ნუ შეიძლება შეიძლება რაღაც არ მახსოვს, შეიძლება ცოტა მეტში, მაგრამ და მქონდა ასეთი შეგრძნება, რომ უკან იყო ირაკლის პორტრეტი დიდი ეკიდა და რომ წერდი ამას არა მე ჩვენებოდა რომ რაღაცნაირად კარნახობს, იმიტომ რომ აქ ძნელი რა არის ასეთ სუიტების წერა, ძნელი რატო? იმიტომ სუიტაში საერთოდ უნდა იყოს თემები, სხვადასხვა თემები, იმიტომ ქვია სუიტა ამ ნაწარმოებებს. ხო და ამ თემების ჯერ ერთი მე არ მინდოდა ზუსტად ამეღო თემა, იმიტომ რომ ჩემი ხედვა ხონდა ყოფილი ეს სინთეზია უკვე ორი თაობის ხედვისა, ჩემი და ირაკლის. აქ ცოტა სხვა ხედვა არის, არ არის მთლიანად ისეთი ირაკლის. ეხლა ირაკლის რომ მოესმინა, მე არ ვიცი რა სიტყვა. შეიძლება იმას კიდეც ეთქვა რომ რა მუქენი შენ ჩემს სიმღერას. არა, იმიტომ განსხვავებული არის რასაკვირველი. და მეორე, გადაბმა. რამდენად აბავა მას კარგად, მე როგორ მეორდება ზოგი თემა. ეს ხო კომპოზიცია ხო ისეთი უნდა იყოს, რომ თანდათანობით შეგაჩვიოს იცით რაღაცას. და აი აქ არის მაგალითად ეს ამდენ ნაიარებს ეს თემა. აქ პრაქტიკულად პირველშიც არის და მესამეს ბოლოშიც არის, რატომ ბოლოში იმიტოა ისე, რომ ისევ შეგახსენოს ეს რომ საიდან დაიწყო თითქოს იქ თლიანობა უნდა მოგწეს, თლიანობას იძლევა თემების გამეორება. ხლა მას ოსტატობა ჭირდება, იმიტომ რომ თემები ისე გაიმეორო, რომ ესე იგი რაღაც თლიანობა შეიქმნას. ნუ რა ვიცი მე მგონი საკმაოდ კაი გამოვიდა ისეთი მე თვითონ საინტერესო ისტორია აქვს, როგორც ამბობდით, თითქოს ირაკლი მკარნახობდა. მამას ნუ ვამბობ, მაგრამ ეხლა არ ვიცი მკარნახობდა. თუმცა ისეთ არის ირაკლი საერთოდ ისე რაღაც მითებით იმოსება ამ ბოლო ხანებში. მე მაგალითად ამასიდან მე მგონი ახაც მიწერია და გერალესიც ესა რომ ხო აი ჩავწერე მაშინ. დამირეკა ხალბატონმა. ეხლა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, ესეც უნდა გითხრათ, სხვადასხვა ფორმით ეს ყოფილა. ამას ეძახიან ხოლმე ეხლა ამერიკაში საიტინგებს, აი მაგალითად ელვის პრესლიზეა ეს. რომ ვეღასებს ეჩვენება თუ ნახეს ელვის პრესლი. ხო და ამერიკა ხალბატონმა მითხრა მე ვნახე ირაკლი. უთხარი არა ვნახე მე სოფელში ცხოვრობ, მაგრამ ვნახე ირაკლი ქუჩაში დავინახე და მე როცა მე სახში შევდიოდი გავიგონეო რომ აი ყურში მისი სიმღერა მესმოდა და მივედიოს და დავჯექიო ქაღალდი ავიღეო და მან მიკარნახა ლექსი მაგრამ მე ლექსი აღარ გამოუგზავნე მე ვთხოვე გამომიგზავნეთ ხო ლექსი აღარ მაგრამ აი ესეთი რაღაცები რაღაც ესეთი მითით შემოსვა ხდება მოც რა არის თითქოს ადრე გარდაცვლილი ხელოვანია რა მით უმეტეს ასეთი ტიპის როგორც ირაკლი იყო ძალიან რაღაცა ესეთი მკვეთრი ვიტყოდი და ხო არაორდინარული არა მისი აი მის გარშემო მითები ყოველთვის იქმნება ხოლმე და აი ერთ-ერთი ტიპის მითი არის ეს რომ ვნახე დავინახე გავიგონე და ასე შემდეგ და სანამ ხობით იყო თქვენთვის ეს უჩვეულო თუ თქვენს გონიათ რაიმე მსგავსი განცდა არა ნუ აი ერთადერთი რაც გითხარით შეიძლება მკარდახობ თქო მაგრამ ეხლა პირდაპირ თქო რომ მკარდახობა ეს მესმოდა მელოდია არის ეს რაღაც შეიძლება ტელეპათიური კარნახი იყო რაღაცა სადღაც უბრალოდ მე მიყვის რომ ესე უცბად დავწერე მე ხშირად ავწერ მართალია ხონდა დაწერილი იქამდე რაღაცები მაგრამ ნუ ისე ხშირად არ ვაკეთებ ამას იმიტომ და ეს არის მესამე სიუტა უკვე რასაც ახლა უსმენს ჩვენი მსმენელი ნუ აი მესამე სიუტა სწორედ დასაწყისია სწორედ ეს უკვე სხვა თემაა ეხლა ეს არის ნანას და მე უკვე გადადის ვეღარ ვიყურებ თბილისში ქართულს ესა შენაყრა გასაკეთებელი იყო იმიტომ რომ უნდა გახდე ფორტეპიანოზე შენაყრა აბსოლუტურად აი ნახეთ როგორ გავაკეთე რა ვიცი მე მგონი კარგია აი ესა ბამბუქი დისმენ შეგიძლიათ წაიმღეროთ თქვენ
სტუდიური ჩანაწერი თუ არსებობს ამ სიუტების? ის როგორი? სტუდიური ჩანაწერი. შენ დისკებზეა. ამის დისკები არის ბოლოს გამოვიდა ხო? ესეც გაყიდვაში არ არის თუ არის? ირაკლისები არის. ირაკლისები არის, ირაკლის ბოლო დისკი გამოვიდა შარშან, ბრავო რეკორდსმა გააკეთა და ძალიან კაი დისკია, იმიტომ რომ თვითონ ისიც როგორ ვთქვათ, ხარისხი აქვს ძალიან კარგი. ისე ძირფასი დისკია ნამდვილად და სიმღერებიც კარგია. ნუ ახლა ნაკრებია ახლა ესეთი დაახლოებით 10-11 სიმღერა არ მახსოვს არის თუ არა ეს შენაფრენ არის თუ არა ვერ გეტყვი. ირაკლი რაღაც 6 თუ 7 დისკია გამოშვებული ახლა ამიტომ. და ირაკლიანა სტუდიური ჩანაწერი? სტუდიურია ესეც. სტუდიური არ აგებით ახლა იცით ეს უბრალოდ სტუდიური მგონი სტუდიაში ჩაწერილი, მაგრამ ახლა ეს not for sale რასაც ქვია, ანუ ისაც არ იყიდება, აი ისეა ჩაწერილი ახლა ეს. ჩვენ შეიძლება რომ ჩაწერო თქვა, ახლა 5 დღე წერო და მაშინ შეიძლება კიდევ უფრო ხარისხიანად ჩაწერო, მაგრამ ეს მე ბრავო რეკორდსმა ჩაწერა. მადლობელი ვარ მათი და ზაზა შენგელიას, მე ზაზას ველაპარაკე შენგელიას და მან მითხრა რომ მოდი და ჩავწეროთ, მაგრამ ჩავწეროთ როგორც not for sale, ესე იგი, რომელიც არ იყიდება. და ჩავწერეთ მართლა რაღაც 3 საათში, 4 საათში. და მე დავუყარეთ, თვითონ იქ როიალი საკმაოდ კარგია, მათ Yamaha აქვს და ეს პრობლემაა ახლა როიალები. და როგორც თქვენი სხვა შემოქმედება, იგივე წიგნები და ჩანაწერები, ესეც ეძღვნება თქვენს მეუღლესა და აუცილებლად, ხო ხედავთ მან პირავი პორტრეტები ვისია და ირაკლია და ნანა. ეს მე ვარ ჩემი ორდენით. ეს ლამაზი ორდენია ზან და მით გავიკეთე რა ახლა ირაკლისა და ნანას წარწერით. ეს მინდა გიორგი. მაგრამ საქმე ისაა რომ მე როცა ინგლისში ვიყავი, იქ ელჩებს როდესაც პრაკით მიდიხარ, ყოველთვის ეკეთათ ორდენები. და მე მაშინ მქონდა მიღებული უკვე ერთი ორდენი, ეს იყო ღირსების ორდენი, 98 წელს მივიღეთ რაღაც. მაგრამ ეს ღირსების ორდენი იყო იმდენად ჯერ ისეთი გაკეთებული, ისეთ სული დრო იყო, ძლიერი დრო იყო, რა ისე ორდენები და აწამიღია ინგლისში საერთოდ. ამიტომ მე ორდენად დავდივი, ყველა ელჩე პრაკეთს ეკეთებდა. თქვენი ორდენი. და მე როდესაც ჩამოვედი და ეს ორდენი მივიღე, პრაკი ჩავიცი სპეციალურად გავიკეთე ორდენი და სურათი გადავიღე. და თქვენი ორდერით სახეზეა. და ცოტა უფრო ისტორიაში რო გადავინაცვლოთ, ირაკლის სიმღერებზე, როდის მიხვდით, რომ აი ირაკლი იყო რაღაცა სხვა, რა ორდინალური, მისი პირველი სიმღერა, როდესაც მოისმინეთ? პირველივე მე მივხვდი, რომ დაწერდა კარგ სიმღერებს, როდესაც იყო 14 წლის. მე მაშინ მან დაიწყო დაკვრა ერთ-ერთ ანსამბლში. ადრე იყო ძალიან ჩვენ არ გვინდოდა რომ იმიტომ რომ ეს ანსამბლი რას ნიშნავს რომ იარონ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში და შემდეგ და 14 წელს და წავედი მახსოვს რეპეტიცია ქონდათ რუსთავში, ქალაქ რუსთავში და იქ მოვისმინე მისი სიმღერა, თან უკრავდა, თან ღეროდა და იმდენად მომეწონა რომ მივხვდი რომ ირაკლი აუცილებლად დაწერს კარგ სიმღერას. მაგრამ სამწუხაროდ ის სიმღერა მე აღარ მახსოვს და მე აღარც დაუკვირია თვითონ და აღარც ისი სიმღერა რაღაც გაქრა. ერთ-ერთ მასში ინტერვიუში ამბობთ, რომ აი შვილები გამოხატავენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იმაში, რომ პირველ რიგში ეწინააღმდეგებიან მშობლებს. ნუ ახლა მეტნაკლებად ასე პირველი ეგრე არის, ახლა ეს უნდა იყოსო. პროტესტის გამოხატვის პირველი ფორმა არის ის, რომ ეწინააღმდეგები მშობლებს და შემდეგ ვინ უშლის შვილს, მშობელი უშლის ყველაფერს. იმიტომ აბა ის უნდა შეეწინააღმდეგო. ნუ კიდე შეიძლება პოლიცია შეეწინააღმდეგოს, მაგრამ პატარა ბავშვი ჯერ საქმე უფრო მისი პოლიცია ჯერ მშობლებია. და კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერი, ნამდვილი სიყვარული ქრონიკული დაავადება, ის მართლა არ იკორნებაო. მჯერა მაგისი. ამბობს უნდა უცხელოს. ნამდვილი ოღონდ. აქ არის ძალიან დიდი განსხვავება, ხალხს გონია სიყვარული აბსოლუტურად ყველაფერი და ხო არ არის. ნამდვილი სიყვარული იშვიათობა. ჯერ ესეთი ყველას არ შეუძლია ნამდვილი სიყვარული. სულ მინდოდა მეკითხა რა არის ეს? ნამდვილი სიყვარული არის ის ზნობა, რომელიც შენ გაგაკეთებინებს აბსოლუტურად ყველაფერს და ყოველგვარს ხორპლზე წაგიყვანს. აი ესა. თუ შენ არ შეგიძლია ხორპლის გაღება, სერიოზულის, მაშინ შენ სიყვარული არ არის. სიყვარული არის მხოლოდ ხორპლი. ამით იზომება. რით იზომება სხვანაირად შემოგვიყვება.
ეხლა მე როდესაც ნანასთან დავიწყე სიარული მაგალითად არა აბსოლუტურად ყველაფერი რომ ემსხვერპლა ამას ჩემი GPS-ში სწავლაც კი იმიტომ რომ აღარ დავდივდი ლექციებზე და გამოცემებში ჩავიჭერი მშობლებთანაც რაღაცა ადრე იყო ხებათაც არ უნდა ჯერ მე 18 წლის ვიყავი და ხო 18 წლის ცოლს თხოვლობს ადამიანი რაღაც და მშობლებისთვის მან ძიმეა ხო რა დროს ცოლია და ასე შემდეგ არა ამიტომ ყველაფერზე აი ყოველგვარ სხვაზე თუ შეგიძლია სახვიდე აბსოლუტურად ყველა ციტოსოლის ჩათვლით დასაკვირველი ამის ჩათვლით დასაკვირველი მაშინ გიყოს და ეს არ ნამდვილი აი ის ქრონიკული ის აღარ გადის და ის არ იქნება ის არ იქნება არავითარი ანტიბიოტიკები მოზე არ მოქმედებს იმიტომ ბაქტერიული არ არის ვირუსული დასავლე გადამდები არ არის გადამდები ნედა იყოს მაგრამ არა გადამდები კი არა იშვიათობა მაგრამ თვითონ ბედნიერება ადამიანისთვის სიყვარული ისე რომ მართალია ძალიან მტკივნეულიც არის და შემზღუდველიც არის ბევრ რაღაცაში აქ მიწერია ხო ტანგერალაში ერთგან თუ არავინ არ გიყვარს ჩიტივით თავისუფალი ხარ ვერაფერს ვერ გიზამ თუ არავინ არ გიყვარს ერთადერთი საჭიროება რომ გალიაში ჩაკმო ბლაგვის საგნით ჩაგარყან ან სიგარეტით დაგწვან აი მაშინ თქო ალბათ შეეწინამდე იმიტომ შენი თავი გიყვარს სხვა არ გიყვარს არა და ირაკლიზე წერდით რომ ყველაფერი რასაც ირაკლი ქმნიდა შეუცდომლად ქართული იყო თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად თავსებადი მსოფლიო ცივილიზაციასთან თლიანად ეთანხმები ამ ნათქვამს იმიტომ რომ ირაკლი იყო აბსოლუტურად თბილისელი ყმაწვილი იმ გაგებით თბილისელი მისი ფესვების ესე იყო და თბილისისთვის ქმნიდა აი მას არასდროს არ ქონია აზრად რომ სხვას მოესმინა, ეს უნდა მოესმინა ქართულს თბილისელს და ნუ ხელოვნებაში მაქვს ქართულენოვანი როკი რატო შექმნა ირაკლი იმიტომ რომ მას საერთოდ მიაჩნდა რომ შენ ინგლისურენოვანი სიმღერა კი არ უნდა იმღერო ნუ შეიძლება იმღერო მაგრამ ხოჭე თვითონაც დაწერე 2-3 ინგლისურენოვანი დაწერა თვითონოვანი და სხვისას არ მღეროდა ირაკლი მღეროდა თავის სიმღერებს, რომელიც იწერებოდა ქართულად, ქართული აუდიტორიისათვის, მაგრამ თავსებადი იყო მსოფლიო ცივილიზაციასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ ჩამორჩებოდა თვითონ იმ დროს. და პირიქით, უნდა რომ გაესწრო. ის საერთოდ ამას თხოვობდა, ის ამბობდა, რომ ჩვენ უნდა თვითონ ვაკეთოთ, ჩვენ წეროთ, იმიტომ რომ ჩვენ კი არ უნდა ვბაზავდეთ, ჩვენ უნდა გვბაზავდნენ. და ეს მისი კულტურის პოლიტიკა სხვათა შორის ამაზე იყო აგებული, ამბობდა, რომ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს იმ ხალხს, ვინც ქმნის ისეთ ხელოვნებას, რომელსაც მერე მიბაზავს სოფლიო. ну რაც სასაკვირველია შეიძლება ზღაპარია ილუზია ახლა პატარა ქვეყანაში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ხელოვნება რომელსაც მთელი სოფლიო მიბაზავს ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ახლა ფოლკლორი და ის ლამაზია ძალიან მაგრამ იმას კი არ ბაზავს არა იმას სიამოვნებით უყურებს ადამიანი მაგრამ მიბაზვა უკვე სხვა რაღაცა მაშინ შეგვიძლია შექმნა თქვა ბიჭები რო აიღო ის იმას უკვე ბაზავდნენ არა ელვის პრესლი ბახსენი იმას უკვე ბაზავდნენ ირაკლისა ძალიან ბევრი ბაზავს კი და ამიტომ ძალიან კარგია მაგრამ კიდე ინგლისელები რო ბაზავდნენ ირაკლიც კარგი იქნებოდა აი ეს უნდა და ის ამოდა ქართველებმა უნდა შემიგნოთ რომ ჩვენ ისეთი რაღაც უნდა შევქმნათ რასაც მიბაზავს სხვა ბატონგელა რა იყო ყველაზე გადამწყვეტი რა მოხდა მის ცხოვრებაში რა მიქონია ყველაზე დიდი გავლენა აი გარდა რაღაცა შუახნის ასაკი იყო რომ აი ეს ბოლოსკენ ახლა ეს უკვე ბოლოსკენ ასაკული შუახნის ასაკმა მას ისეთი ძიმე ზემოქმედება იქონია მე პასუხისმგებლობის ზნობა გაუჩნდა გვიან ძალიან აი ეს როდესაც ნანა გაჩნდა განსაკუთრებით ამის შემდეგ უცბად ის მიხვდა რომ კი მაგრამ ახლა უკვე აღარ იყო მხოლოდ თვითონ და იყო უნდა ვებერთელა პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე ძალიან უყვარდა ნანათანს ძალიან უყვარდა ეს ჩანს შესანიშნავი რეალიტი შოუში რომელიც მაესტრომ გააკეთა თავის დროზე და ნანა აიქედან იცნობს ირაკლის ნანას არ ახსოვს ირაკლის ახსოვს აი ამ პირიდან თუმცა ძალიან გავს ძალიან განსაკუთრებით პატარობისას ირაკლი ზუსტად იგი და არ მინდა ძალიან ისე რაღაცა ტრაგიკულ თემებზე გადავიდეთ უბრალოდ თქვენ თვითონაც აღნიშნეთ რომ ორი ძალიან ძიმე ეპიზოდი იყო თქვენს ცხოვრებაში დღეს რა არის ყველაზე დიდი სტიმული რა არის ყველაზე რა დიდი სტიმული ნანა ალბათ ხო ბუნებრივია იმიტომ რომ ჯერ ესეთი როგორი ურთიერთობა ორივეს გავს
ირაკლისას გავს და ნანასაც გავს. ვის სახელიც გაარქვეს მას, არა ბებიას. ეს პირველი. მეორე ერთი გასაკვირველია მე მიმაჩნია ახლა რომ სანამ მე ვარ უნდა ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ რაც შემიძლია მივცე მას, ასე იგი, მაგალითად თუნდაც ინგლისურში ვამეცადინე, მე არავის არ ვამეცადინე პარყავს მოზაფებია სტუდენტები, მაგრამ ნანას ვამეცადინე. და ვამეცადინე არა მარტო ენაში, არამედ ცივილიზაციაში ეგრეთ წოდებულია. იმიტომ რომ ინგლისურად ნანას გავლილი აქვს ბევრი რამ, მათ შორის ეხლა გადის ისტორიას, ისე ევროპის და აზიის და ყველა ისეთი პუნქტებს გავლილი აქვს ბიბლია 1-2 თუ 3-ჯერ, პატარების ბიბლია, გავლილი აქვს ბერძნული მითოლოგია. და ეს ჩვენ საუბრები მუდმივად გვაქვს აგრეთვე და ამიტომ რა შემიძლია ეს მივცე სტიმული ეს არის ალბათ კიდევ ხო გითხარით სტიმული არის დავამთავრე წიგნი რომელიც ვახსენე ნაგერალაში ბოლოს ეს ეგრეთ წოდებული დაახლოებით შეგვიძლია აი ეს ქიმერათა ფერხული როდის შეიძლება რომ ვიხილოთ იცით რა მე მინდა რომ ეს დავამთავრო დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში შემდეგ წელს თუ იქამდე ვიქენი ცოცხალი მე დიდი აუცილებლად დაამთავრე ეს განზრადის საქმეა ეს ხო იცით მე გითხარით თუ მე ამისი არ მეშინი აბსოლუტურად ერთადერთი რასაკვირველია კარგი იქნება თუ დავამთავრე თუ მომეცემა საშუალება რომ დავამთავრო კარგი იქნება იმიტომ რომ იქ იქნება ბევრი რამ ცხოვრებიდან ეს მაინც ისეთია ეხლა ქიმერები ვინ არის ქიმერები ყველა თავარი ქიმერა ვინ იქნება გარშემო იყო ყველა ქიმერები და არა მარტო ადამიანები ქიმერები თავარი ქიმერა ვინ იქნება რა ვნახოთ არ ვიცი ეხლა თავარი გააჩნია როგორ სიყვარულის თვალსაზრისით თუ სიყვარულის თვალსაზრისით დასაკვირველია მე მიყვარდა ის ქიმერები მე ხოთა ნაგერალაში ხომ აქვს მიმართავ ხოლმე თქო ამ ბოლო ხანებში პრანგულ ღვინოს ვამ თქო მიწერია თქო და მიმართავ თქო ქიმერებო ირაკლისას მიმართავ თქო და ნანასაც ქიმერები ბუნებრივია და ესაუბრებით ცოტა უნდა გავიგოთ ეს სიტყვა ქიმერა ქიმერა იმიტომ რომ თვითონ ცნობიერება რა არის და ჩვენ ცნობიერებაში ეს ყველაფერია ის ქიმერები ვართ რა არისია ასია მოკლედ ასე და სამწუხაროდ ჩვენს მსმენელს უნდა დავამშვიდობოთ ვიდრე პედიატრიის საათი დაიწყებოდეს მანამდე მინდა ირაკლის ბატონი გელას უკაცრავად მესამე სიუტათი დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა საიდანაც დაიწყო და მთავრდება ყველაფერი შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს გემშვიდობებით ბატონო გელა და მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ მიწვიეთ და მადლობთ საუბრისათვის. დიდი მადლობა. გავიხსენეთ ბევრი რამ. დიდი მადლობა. ჩვენ კი მე და კეთი გადაცემა მაძიებლით მომავალ შაბათამდე მშვიდობებით ჩვენ მსმენელს და ბატონ გელას კი მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და გარდა ამისა მინდა ვუსურვო რომ აუცილებლად დაამთავროს წიგნი და რაც შეიძლება მეტი რამ ასწავლოს პატარა ნანას გემშვიდობებით